დილამშვიდობის საქართველო, კლავს სიამოვნებით მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე Imedi-G, My Video-G, ასევე Magtis IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო Imedi-s Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათია 1 აპრილი, რაღაცნაირად ისე აღმოჩნდა რომ 1 აპრილსაც შევხვდით ერთმანეთს და აიმთხვა ჩვენი სამუშაო დღე. მოტყუება ყოველ დღეს ალბათ ჩვეული მოვლენაა და ჩვენ წინ ამას არაფერი უდგას, მიჩვეულები ვართ, მაგრამ მოდი დღევანდელი დღე რაღაცნაირად პირიქით მოვინდომოთ და შევეცადოთ რომ არ გავუშვათ მსგავსი ენერგიები სამყაროში, კოსმოსში და ვიცხოვროთ მაქსიმალურად სიამოვნებით ორშაბათი დღის მადლით და იმედით რომ ყველაფერი იქნება კარგად. თავარია მოვინდომოთ, ხელები დავიკაპიცოთ და შევუდგეთ სამუშაო კვირას. აი ვარსკვლავები მოგწემენ თუ არა ზურგის ქარს. ამას გავარკვევთ ბატონ მიხეილ ცაგარელთან ერთად დილამშვიდობის. მითია პლანეტები, მოგესალმებით, არ მოგვატყუებენ. ბედნიერი დილა, ბედნიერი დღე, მინდა გისურვოთ ყოველე კარგ გისურვოთ ყველას. და პირველში მოვიტანხმოთ რომ ძალიან მეკვირს რომ აი 1 აპრილს არის ესეთი მოტყუების დღე, ნუ გასაკვირი ამბავია. ეს რო ყოფილიყო მაგათ 1 მარტს, კი ბატონო, დავიჯერებდი, იმიტომ რომ მაშინ იქნებოდა თევზების ზოდიაქო, ვარსკვლავური პრინციპი და თევზები სამეულში შედის მათგვარა ნიშნების. კი ბატონო, იქნებოდა გამართლებული. მაგრამ ვერძი ეხლა მზეგადის ვერძი კატეგორიულად ვერ იტანს ვერანაირ ტყუილს. აი ბატონო მიხეილ, ჩვენ დილით ვისაუბრეთ რომ ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც გრიგორიანულ კალენდარზე მოხდა გადასვლა, ბუნიობის დღესასწაულს უკავშირდებოდა და ზოგჯერ ამბობენ რომ 1 აპრილსაც ხდებოდა ამის აღნიშვნა. მაგრამ როდესაც უკვე 1 იანვარს გადავიდა, აღმოჩნდა რომ ზოგმა არ იცოდა ეს და აღმოჩნდა მოტყუებული. და ერთგვარი სიმბოლოც თევზია. მაგრამ არ გამბოვა ეგ ამბავი, იმიტომ რომ ვერძი ვერ იტანს ტყუილს და საერთოდ ტყუილთან ეღავით ფრთხილად ვერძის პერიოდში. და რომ ვერძმა თუ დაგიჭირათ რომ ატყუებთ, მტრისას ისეთი ემოციური და აგრესიული რეაქცია აქვს, რომ მერე შეიძლება სეროზულ კონფლიქტში გადავიდეს. ამიტომ ვერც არ აქვს ის დახვეწილი იუმორის გზნობა, ვერძი ძალიან პირდაპირია, კახური ფსიქოტიპის არის, ან ასეა, ან შავი, ან თეთრია, მორჩა, ხო? და თქვენი რაღაცას ატყუებდა. ყველა ვერძი კახელია. ეგ არ გამბოვა, ხო? ამიტომ მე არ მწვავ 1 აპრილი არავით არის ეს ტყუილები და ამდაგვარი რაღაც არ ვინდა პირიქით გავასვათ მაგურებო ისე და სულ სიცრუეში ვცხოვრობ ხა დღევანდელი დღე მაინც მართალია აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში და თუ ამიტომ მოდი ასე ვთქვათ პირიქით რა შეიძლება სწორი ინფორმაცია უნდა მივაწყოდოთ ერთმანეთს და მათ შორის მაგურებელს პირველ რიგში ესე იგი რა ხდება დღეს ცისკაბადონზე რა მოვლენებია დახონწლულია მოვლენებით კვირა მინდა გითხრათ პირველი და ყველა სასკეთო მაინც ეს არის რომ პოზიტიურია მეტნაკლებად ენერგოველი წინაკვირისგან განსხვავებით და ეს უკვე გვაძლევს საშუალებას თითქმის ყველა ნიშანს რომ მეტნაკლებად მდგრადად ვიგზნოთ თავი მაგრამ ეხლა გვაქვს საინტერესო მოვლენები კონკრეტულად რა აი დღევანდელი დღე დავიწყოთ დღევანდელი დღით დღეს არის ჩვენ გავდივართ დაბნელებების თან პერიოდს ხო ეგრეთ წოდებული 25-ში იყო მთვარის დაბნელება ეხლა 8-ში გველოდება ჩვენ მზის დაბნელება და აი ამ დაბნელების პერიოდებს შორის დღეს არის შუალედური წერტილი ზუსტად მათ შორის არის პერიოდი და შუალედური წერტილი ყოველთვის სახიფათოა ასტროლოგიაში რატო მოვლენების მოულოდნელი შეცვლის დროა აი დღეს შეიძლება რაღაცა გაგვთ დაგეგმილი აბსოლუტურად საწინააღმდეგო წავიდეს ყველაფერი როგორც კარგად ასევე ცუდი გაგებით ამიტომ ვიყავით დღეს მზად თუ რაღაცა ისე არ წავიდა სულ სხვანაირად წავიდა როგორც თქვენ გქონდა დაგეგმილი იცოდეთ რომ შუალედური წერტილის ბრალია მეტი არაფერი. უბრალოდ ამისთვის იყავით მზად, რომ ამან ზოგიერთ შეიძლება ადამიანი გამოიყვანოს წონასწორობიდან, რაღაცა ისე არ წავიდა, როგორც მას უნდა, ხო? ეს ერთი. ხვალინდელი დღე ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ მერკური გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა და კომუნიკაციის ხდება ხვალიდან რეტროგრადული უკუმავალი 25 აპრილამდე. ეს უკუმავალობა ნიშნავს რას, რომ ახალი იდეების რეალიზაცია გართულდება. მოლაპარაკება გართულდება, საჭირო ინფორმაციის მოზიება გართულდება, ურთიერთგაგება შემცირდება. ანუ რატო? კოსმოსი გვეუბნება, რომ მოვიდა დრო, როცა თქვენ დავბრუნდეთ ძველს. ძველი საქმეები, იდეები, პროექტები, რომელიც ვერ შესულდან, სწორად არც არ იმართან, შეცდომა დაუშვით, თუნდაც ან გამოასწორეთ, ან გაანალიზეთ. რა მოხდა? ძველი ურთიერთობები, ძველი კონტაქტები, შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა, რატო ვერ შედგა, რატო არც არ იმართა, რა მოხდა? აკაც გაანალიზეთ, გამოასწორეთ, ხო? შეიძლება ძველი იდეები, მაგალითად, რომელიც თავის დროზე თქვენ გქონდათ, მაგრამ ნუ რაღაცამ შეუშალა ხელი. იპოვეთ. აბა განახორციელეთ ახლებურად.
განავითარეთ. აი ამის დრო გვაქვს ჩვენ ახლა და არა სიახლეების. ამიტომ ახალი იდეები, პროექტები, გრანდიოზული საქმეები აქ ძალიან ბევრ წინაღობებს შეხვდებიან. საერთოდ თუ ვერანაირად ვერ გაახორციელებს, არა, მაგრამ განხორციელება ახალი იდეების ექნება ძალიან დიდ სრთულებთან და წინაღობებთან დაკავშირებული. აი ეს გავითვალისწინოთ. ეს ერთი. რაც თავარია ეს რთულია კიდევ იმით, რომ რეტროგრადულობა, რომ საცობების ალბათობა მოემატებს. გზებზე ერთი ტექნიკური გაუმართლობის ალბათობა მაღალი და მესამე შეიძლება პროგრამული სისტემები მოიშალოს და ტექნიკას გაუჭირდეს საერთოდ მუშაობა. აქაც შეიძლება სხვა სახის რთულებმა ეჩინონ თავიანთი ტექნიკური კუთხით. აქაც უნდა ვიყოთ ცოტა ყურადღები და მე საერთოდ მინდა ვთხოვო ყველას, რომ სათანადო სამსახურები მაინც იყვნენ ახლა ცოტა ყურადღები. დაახლოებით 12 რიცხვამდე 12 აპრილამდე რას გულისხმობთ? ცოტა ეკოლოგიური და ტექნოგენური კატასტროფების ალბათობა მატლობს. და ვიღოთ ყურადღები და ეს დაგვირგვინდება არა მარტო იმით, რომ 8-ში გვაქვს ჩვენ მზის დავნელება, არამედ ჩვენ 10 რიცხვში წინ ვიტყვი, გვაქვს მარსის და სატურნის შეერთება გვერდ. და მარსი, სატურნი ორი ბოროტი პლანეტა, როცა მათი ენერგიები ერთიანდებიან თანთებზების ზოდიაქოში. აქ ლოთობის ტენდენცია, ნარკომანიის ტენდენცია, ეკოლოგიური აბობოქრების, ტექნიკური პრობლემების ტენდენცია ძალიან მაღალია. ამიტომ სათანადო სამსახურები უნდა იყოს სათანადო, ეს არ ნიშნავს აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ტენდენცია რადგან არის ყურადღება გჭირდება. და მოდი ამოშოთ კიდევ ერთი მშვენი მოვლენა, რომელიც ჩვენ პარასკევს გველოდება. პარასკევს ვენერა, სიყვარულის, ხელოვნების, ფულის, გარკვეულწილად მმართველი პლანეტა გადადის ვერძის ზოდიაქოში. როგორ თქვა, ვერჩი უყვარს მას ყოფნა? არა. ურჩევნია კურო, ანთევზები მაგალითად, ხო? რატომ? იმიტომ რომ ვერჩი არის ცოტა აგრესიული. სასკვალო ურთიათ, ამიტომ იღებს ცოტა აგრესიულ ფერს, სუსტრაფობა მოემატებს, სიჯუტე გაზლიარდება და კამათისადმი მიდრეკილება. ეხლა საერთოდ მე ვთხოვ ასაკუთრებით მამაკაცებს მაქსიმალურ სიფრთხილეს. რატო? მანდილოსნები ძალიან აგრესიულები, ძალიან ასე ვთქვათ კონფლიქტურები არიან და გაღიზიანებულები. ამიტომ ეს არის დროებითი მოვლენა, სადღაც 12-ის მერე ეს ყველაფერი ნელ-ნელა გადაივლის. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია რა, თორ ჩვენი სტეატს მზე გადის ვერძის ზოდიაქოს და მამაკაცებში ცოტა მომატებულია ეს აგრესია. ამიტომ დაუშვათ მანდილოსნების მხრიდან რაღაც პროვოკაციული, ასე ვთქვათ, სიტყვები ან გამოვლენებები არ გახდეს მიზეზი დაშორებისა და სერიოზული კონფლიქტებისა, იმიტომ რომ ეს მალე გადაივლის. საჭიროა მეტი ტაქტი, თავდაჭერა, მოთმინება, წინდახედულობა რო აქ არ ჩავერთოთ სერიოზულ კონფლიქტში და აქ საქმეთა გარჩევაში. აი ამას მოგწევთ კიდევ ყურადღება. და ასევე ვენერას ესე იგი შესვლა ამ ნიშანში ნიშნავს, რომ ფულთან ვიღოთ ყურადღებით. ფინანსური დაბანდება თუ თქვენ გინდათ ან რაღაც ამდაგვარი, საერთოდ მაინც რეტროგრადული მერკურის დროს სასტურველი ეს არ არის, მაგრამ თუ აუცილებელია, მაშინ უნდა იყოს ძალიან კარგად მოფიქრებული, რომ ის თქვენ ინვესტიცია ჩაიდება ნამდვილად იმ სფეროში, სადაც რეალიზება მოხდება. თუ თქვენ ამაში დარწმუნებული არ ხართ, ჯობია ფულის დაკარგვას რისი ალბათობა აქ ჩვენ გვაქვს, ჯობია ისევ შეინახოთ ეს ფული და მე უკვე მაისში განახორციელოთ ან 25 აპრილის შემდგომ თქვენი დაუშვათ საინვესტიციო პროგრამა. ამასაც მეაქცევთ ყურადღება. ეხლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, ეგ ყველას მინდა უთხრა ერთი რამ, რომ რადგან დედამიწა მაინც შედარებით პოზიტიურ ენერგოველშია, მე იმედი მაქვს, რომ ის მაინც დაგვიცავს ამ ეკოლოგიური ტექნოგენური პრობლემების მაღალი ალბათობისგან ერთი და რა იცავს იმ ნიშნებს, რომელსაც ეხლა ცოტა რთული პერიოდი აქვს, მაგალითად იგივე კუროებს, ხო? თორემ მაინც გვაძლევს საშუალებას, რომ შედარებით მაინც გავიაროთ ნაკლებ ტკივნეულად, იმიტომ რომ თან ეხლა წარმოვიდგინეთ კუროს აგზე ერთი ყველაზე რთული პერიოდი წლის განმავლობაში, თან გადის მზის და მთვარის დაბნელებების დერეფანს. ეხლა კატასტროფა პერიოდია. მაგრამ კურო ესეც უნდა არეგნობს ეხლა თავს, რატო? პოზიტიური ენერგოველის გამო პლუს იუპიტერი, ურანი და ასევე ხო, ფარველი ანგელოზი კუროში. აი დამხმარე საშუალებები მისთვის. ეხლა კარგი, დავიწყოთ ვერძით, თუმცა რო არ ვაწყეინოთ ვერძს, და კუროს რო გადავედი. ვერძი კარგი დროზე გადავედი. მაინც ავახასიათეთ ვერძი. თორემ ტრიცას ვერძის ცეცხლი დამწვავს ვერე. ნამდვილად. ეხლა მოდი დავუშვათ ცეცხლოვანი ნიშანი. ვერძი ყველაზე აქტიურია, ყველაზე ენერგიულია, ყველაზე წარმატებულია, ყველაზე ქარიზმატულია. ყველაფერში წარმატების შანსია კარნახული. მაქსიმალურად დახმარებასაც იღებს ხვებისგან. პლუს თვითონაც ეხმარება. ამიტომ გინდა საქმემოქმედო პროგრამები, გინდა ბიზნეს საქმიანობა, გინდა პარტნიორული ურთიერთობა. ყველაფერში არის ძალიან მაღალ დონეზე. ამიტომ შანსები წარმატებისა, იდეების რეალიზაციის კუთხით შეიძლება ახალი თანამდებობა დაიკავოს, შეიძლება ახალი ბიზნეს საქმე დაიწყოს, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. ნუ ვერძებო, ყველაფერში ეხლა გამართლება გაქვთ უმაღლესი წლის განმავლობაში. ერგოტონუსი ძალიან მაღალი. თქვენი გაჩერება ეხლა შეუძლებელია. ამიტომაც
მე მესმის რომ ეხლა გინდათ ყველაფერი მოასწროთ მაქსიმალურად ეხლა არის ის დროცა უნდა მიდგეთ მოდგეთ ხალხი შეაწუხოთ იმოქმედოთ ხელშეკრულებები დადოთ მოლაპარაკებაც ეს ყველაფერი კარგია მნიშვნელოვანია უდაოდ მაგრამ დასვენებაც არ დაგავიწყდეთ და გართობაც არ დაგავიწყდეთ იმიტომ რომ მარტო ეს საქმე და სულ ესე შრომით სემესტრი ძალიან დაკრით მოდი ასე თქვა საბოლოო ჯამში გამოგფიტავთ ამიტომ ეს ვარ მოხდა შეუხამეთ თან დასვენება თან გართობა და თან საქმე აი მაშინ გადასარვათ იგზნობ თავს და გადასარვათ წავა ეს კვირა რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა წლის განმავლობაში ეხლა გეომაგნიტური დაგვავიწყდა 4 დღე გვაქვს ჩვენ სამშაბათი 4 შაბათი შაბათი და კვირა აი კვირას განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ რომ ეს არის უკვე მზის დაბნელების წინა დღე და აქ თუ რაღაც პრობლემები იქნა დაუშვათ მით უმეტეს და ამ დღეების განმავლობაში წნევასთან დაკავშირებული დისკომფორტი სწავლების პროფილაქტიკა და ცოტა მეტი დასვენება საჭირო და ეხლა რაც შეეხება კუროს ნუ კუროზე ჩვენ აღვნიშნეთ რომ ერგოტონუსი ახლა დაბალია ამიტომ გინდა არ გინდა კურო იგზნობს რომ მეტად აქვს სურვილი დასვენების მეტად აქვს სურვილი რომ დაიძინოს მაგალითად აღადგინოს ეს ენერგიები და ხარჯველი ანუ ფიზიკური პრობლემა აქვს უფრო მეტად ის რომ ადვილად იღლება მაგრამ სამოგიეროდ საქმიანი კუთხით ძალიან კარგი პერიოდი შეიძლება კუროს უნდა თუ არა მოხდება ყურადღების ცენტრში ამ პერიოდში ჩაერთვება აქტიურად საზოგადოებრივ საქმეებში ძალიან შეიძლება საინტერესო მოლაპარაკებები აწარმოოს და საინტერესო კონტაქტების დაამყაროს და თუ არა ესეთ სურვილები გაუშვეს რაც მას საერთოდ არ ახასიათებს ექსპერიმენტების განწყობაზე შეიძლება დადგეს ამიტომ პერიოდი საკმაოდ კარგია საქმიანი კუთხითაც ურთიერთობები თანამშრომლობა ყველაფერი აძლევს საშუალებას რომ აქაც ფინანსურადაც გააძლიეროს სხვა საკითხების გადაწყვიტოს უუნდ ჩემი თხოვნა დასვენებით იმიტომ რომ თუ გადაიღალა კურო მერე ცუდად მუშაობს მისი ტვინი ორი ნიშანია მერწყული და კურო ვისთვისაც უძილობა არ შეიძლება კატეგორიულად საერთოდ წაშლილია მერე სხვები უფრო ადვილად უიტანენ ამას აი ეს ორი ნიშანი არა ამიტომ თან დაასვენეთ საკუთარი თავი ეხლა თუ კუროს აქვს საშუალება სხვა შორისო საერთოდ დაისვენოს შვებულება აიღოს ძალიან კარგი ვარიანტი იქნება 1-2 კვირა მისთვის და გამოიძინოს აღივსება ენერგიები და მე მზად იქნება უკვე კუროს პერიოდისთვის თუ არა და მაშინ საქმეც გააკეთეთ მაგრამ თან აუცილებლად დაასვენეთ საკუთარი თავი რომ შვიდად გავიაროთ ეს პერიოდი და 17 ჩვენ ცოტა წინ უსწრაფ ხა გვაქვს საკრალური პერიოდი განსაკუთრებით კუროსთვის რატო აქ ხდება ზუსტი შეერთება გამარჯვების პლანეტა იუპიტერის ფარველი ანგელოზის და პლანეტა ურანის კუროს ზოდიაქოში ესეთი ვარსკვლავური დრო ძალიან შეათია რომ უცაბედი წარმატებული მოულოდნელობა რომელსაც ფარველი ანგელოზი ფარველობს უცებ დაატყდეს თავს ვინმეს ეს ყველასთვის იქნება ძალიან მაღალი დღეები ძლიერ დღეები ჩვენთვის განსაკუთრებით კუროსათვის ეს წინ და წინ ინფორმაცია ხა რა შეეხება ტყუპები ძალიან აქტიურია, ძალიან ენერგიულია, ძალიან ქარიზმატულია. უამრავი იდეები აქვს ერთი მეორეზე უკეთესი, მაგრამ ხშირად ურთიერთ საწინააღმდეგო ამაშია პრობლემატური იდეებს რა უყოთ, აი რო იტყვიან, ამაზეა ნათქვამი. ძალიან კონტაქტური, კომუნიკაბელური, მრავალფეროვანი შეხვედრების დროა. ეხმარებიან პარტნიორები, მეგობრები, ყველა მხრიდან იღებს დახმარებას და ძალიან კარგი პერიოდია სიახლებისთვის. შენ მაგათად ვერ იცნოთ უცებ გაიგეთოს პლასტიკური ოპერაცია, უცებ შეიცვალოს ტანსაცმელი და ჩაცმულობის სტილი, ხო? უცებ რაღაც მოდერნისტული იდეები გაუშვეს ამა თუ იმ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ანუ ძალიან საინტერესო სიახლეების ახალი შეიძლება თანამდებობა დაიკავშირება, ახალი საქმე დაიწყოს, ან ორიგინალური მეთოდოლოგია იპოვოს მაგათაც სწავლების კუთხით თუნდაც, ხო? ანუ ეს არის სიახლეების პერიოდი, მაქსიმალური კონტაქტი მათ შორის ინტერნეტთან, მაქსიმალური კონტაქტი მეგობრებთან. მეგობრული თანადგომა აქ იქნება ძალიან მისთვის და ზოგიერთი მეგობარი ძალიან საინტერესო იდეას მიაწვის. ერთობლივი მათი პარტნიორული თანამშრომლობა იქნება მეტად ნაყოფიერი ამ პერიოდში. რაც შეეხება კირჩხიბებს, აი კირჩხიბები როგორც კურო განიცდიან რას? ნაკლებობას ენერგიის. ამიტომ დასვენება, გამოძინება მათთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდეს დახარჯული ენერგიის აღდგენა. რატო არის მნიშვნელოვანი? თორე ახლა სხვა პერიოდი რო ყოფილიყო, მე მაგალითად ვეთყოდი კირჩხიბებს რომ საერთოდ შვებულება ან საერთოდ დაანებეთ საქმეს, ყოველგვარი საქმე შემოიფარგლეთ. ახლა ვერ ვამბობ ამას. რატო? იმიტომ რომ საქმეებში კარგი წარმატებული პერიოდი აქვს მათ. შეიძლება უცებ მაცხოვრებაში გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, რომელიც აბსოლუტურად შეუცვლია ამ სოფხედელობას. ეს არის მათი სოფხედელობის ტრანსფორმაციის პერიოდი. ახალებურად შეხედავენ მოვლენებს, შეიძლება ძალიან საინტერესო წინადადებები მიიღონ, მათ შორის საქმესთან, ბიზნესთან, დაუშვათ პარტნიორ ურთიერთობასთან დაკავშირებით და ამიტომ მაგ შესაძლებლობები მისცა რომ განაახლონ ცხოვრება, რაღაც ახალ იდეებს მოგიდონ ხელი, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოაყალიბონ. სხვა შორის გაუშვებესობენ ურთიერთობებს კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რაც მათ შემდგომ ორ წინსვლაზეც აისახება, ამიტომ საქმიანი შანსები საკმაოდ კარგია. თავარია არ გადაიღალონ.
რომ ვიმეორებ გადაღლის შემთხვევაში ადამიანი ადვილად უშვებს შეცდომებს. აი ეს რო არ მოხდეს. ლომს რაც შეეხება, ლომს ახლა ვერ გააჩერებთ. ერთ-ერთი ყველა წარმატებული აქტიური ენერგიული ნიშანია, იმიტომ რომ ეხლა რო იტყვიან მას ჭირდება 3-4 საათი ძილი, მეტი არ ჭირდება, იმიტომ ძალიან ენერგიულია, სწრაფად ხდება დახარჯული ენერგიის აღდგენა მასში და ძალიან კარგი პერიოდი აქ თუ მაგათად ყავს ვიღაც დაუშვათ თუნდაც ბიზნეს პარტნიორი უცხოეთში. აი მისგან შეიძლება მიიღოს ძალიან საინტერესო წინადადებები. ეს არის სწავლის, კარიერული განვითარების, პარტნიორული თანამშრომლობის პერიოდი, მოგზაურობისთვის უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დროა. აქ შეიძლება სხვა შორის სწავლა თუ აქვს საშუალება ისწავლოს უცხოეთში, იქნება ძალიან კარგი უცხოენების ათვისების კუთხით. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, როგორც ლიდერი, იქნება ძალიან ქარიზმატული და კარგი ორგანიზატორი. ამიტომ შეუძლია საკუთრებად ამაღლოს თავისი ავტორიტეტი და ყველა მხრივ წაეწიოს წინ პერიოდი უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. ქალწულს რაც შეეხება ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს. ჯერ ერთი ერგოტონუსი შედარებით დაბალი აქვს, მაგრამ ახლა ეს არ ნიშნავს ქალწულისთვის, ის მაინც იშრომებს. თქვენ ეს ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ მაინც ქალწული ავად ხდება მაშინ, როცა არ შრომობს. და ის ცუდად როა და შრომობს, იმაში უკეთესია. არ იღლება არასოდეს. აი, არა, იღლება, მაგრამ უკეთესად არის მაინც გაუფილია. აი, იმით რომ რაღაცას აკეთებს, ნო ქალწულისთვის წარმოუდგენელი არ რამე არ აკეთოს. აი, კუროსო შეუძლია წამოწვეს და როთი მაყოფილი აი ქალწულისთვის ეს წარმოუდგენელია, ტრაგედია ეს. ამიტომ რასოღონდ ისრომებს საქმესაც გააკეთებ და სხვა შორის ექნება კიდეც საქმეები, რატო პირველში უკავშირდება ძველ ვალებს, ვალდებულებების შესრულებას და ჯარიმების გადახდას. ამიტომ ფინანსურ პრობლემებთან იქნება ცოტა დაკავშირებული, ანუ ხარჯი ექნება მეტი. და შემოსავალი ცოტა ნაკლები. ამიტომ რასოღონდ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორმე მოიზიდოს ფინანსები ჩაერთოს იმ იდეა პროექტებში, რომელიც მოუტანს ამ ფინანსებს, რომ როგორმე ეს გადასახადები დროულად დაფაროს და ამ ხრივ ასე ვთქვათ დესტაბილიზაციას ადგილი არ კონდეს ფინანსური კუთხით. და კიდევ, თუ მას აქვს პარტნიორული თანამშრომლობა და ერთობლივ ფინანსებთან არის დაკავშირებული ეს თანამშრომლობა, აუცილებლად უნდა აკონტროლოს მისი პარტნიორის ფინანსური მოქმედებები, რომ აი პარტნიორმა ისეთი რამ არ გააკეთოს, რაც მერე ფინანსურ ზარალში გადაიყვანს მათ ერთობლივ ბიზნესს. აი ამის კონტროლი აქ აუცილებელია. რაც შეეხება სასწორს ძალიან ეფექტურია, ძალიან ვთქვათ დიპლომატიურია, საოცრად მიმზიდველია და ძალიან ენერგიულია. ენერგოტონუსი მატულობს, შემთხვევით მდგრადია, ფსიქომეცურად სტაბილურდება. ამიტომ შანსები წარმატებისა მაღალია, მაგრამ რაზე დამოკიდებულია შანსები წარმატებისა პარტნიორულ ურთიერთობებზე. გინდათ პირადი სასწავლო, გინდათ საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა. აი, რაც მეტად კარგია, მით მეტად იმ პარტნიორებს მოაქვთ ის დამატებითი ფინანსური შესაძლებლობები, წყაროები, პარტნიორთან ნაცნობობა, მათი კონტაქტები სწორად ეხლა სასწორთაცის კვილზე ასხავს ყოლს და აძლევს მათ ძალიან კარგ დივიდენდებს და შესაძლებლობებს. ამიტომ პარტნიორულ თანამშრომლობას და ურთიერთობას მაქსიმალურად უნდა გავფრთხილდეთ ამ პერიოდში. ეს არის მთავარი წარმატების მათი ფაქტორი. თუმცა, როგორც შემოქმედი იქნება ძალიან კარგი. აი ახლა დავუშვათ თუ არის მხატვარი, თუ არის მსახიობი, რაღაც რეჟისურაში, მუსიკაში, შეუძლია ძალიან კარგი შედევრები შექმნას და საოცრად კარგად წარმოაჩინოს თავისი შემოქმედებითი ნიჭი. სხვა შორის ქორწინებისთვისაც სასწორისთვის უაც არის ცუდი პერიოდი. ესეც აღნიშნოთ. რაც შეეხება მორიელს სხვა გასაჭირი აქვს. ნუ ჯერ ერგოტონუსი აქვს ცოტა დაბალი. ამიტომ ცოტა ადვილად იღლება და გამოძენების მომენტი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღადგინოს დახარჯული ენერგია, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. პარტნიორი, რომელთან ერთად იგი მუშაობს და უშუალოდ თანამშრომლობს, თან უბრალოდ კოლეგაა, ხო? და რაღაც საქმეს აკეთებენ. აი ეს პარტნიორი შეიძლება ჩამოშორდეს დისტანციას. ან ავად გახდეს რაღაცა სხვა მიზეზებით და იმის საქმე ნახევარგზაზე მიყვანილი იქნება ისო მორიელის გასაკეთებელი. ამიტომ მორიელს თავისი საქმეც ექნება და პარტნიორის საქმეც გასაკეთებელი. ამიტომ ზეგად აღლის ძალიან ისეთი დიდი პერსპექტივა აქვს. არა და ნიშნულოვანია რომ თან არ გადაიღალოს, იმიტომ რომ შეცდომები არ დაუშვას ამ ფონზე. თან ეს ორივე გააკეთოს, იმიტომ რომ ამაზე იქნება ბევრად დამოკიდებული მისი შემდგომი პროფესიონალური წინსვლის და კარიერული განვითარების პერსპექტივები. ამიტომ ეს უნდა ისე მოახერხოს, რომ ზედმეტად არ გადაღალოს საკუთარი თავი და ამ გადაღლის ფონზე კონფლიქტები არ შექმნას. მაშინ გაცილებით უფრო წარმატებული იქნება ეს კვირა მისთვის. და რაც შეეხება ესეთ ნიშანს, როგორც არემშულოსანი, აქ კიდე სხვა გასაჭირი გვაქვს, დადებითი გასაჭირი. რა, ჯერთი ზე ენერგიულია, ზე აქტიურია, ზე კომუნიკაბილურია, ზე გონება მახვილია, სასწაულად ოპტიმისტურია, ყველაფერი გამოდის. იდეების რეალიზაცია გინდათ პროფესიონალური წინსვლა, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ქარიზმატული, ძალიან საინტერესო შესაძლებლობებით სავსე პერიოდია, ოღონდ ზედმეტად ბევრია. ამაშია პრობლემა და არჩევის პრობლემაა. რატო? მაგალითად, პირად ურთიერთობებში.
ახალი სასკვალო ურთიერთობების ტენდენცია აქვს მაღალი რომანტიკული კავშირების, მაგრამ აქვე ჩნდებიან ძველი სასკვალო პარტნიორები, მივიწყებულები. რაკნას ახლა. ესე იგი ჩვენ ვიძინებთ და მშვიდოსანი რა დღეშია, ბატონო. მოკლედ. ერთი, მაგრამ მარტო ეს რო იყოს ცოტა ხანი. მარტო ეს რო იყოს კიდე არა უშავს. საქმეში იგივე ვარიანტია. ახალი იდეები, პროექტები, ახალი პერსპექტივები, მოდი და წინადადებები და უცებ ძველი წინადადებების მივიწყებული იყო საკმაოდ პერსპექტიული. რაკნას ამას მოკიდოს ხელი ორივე ერთად როგორ შეასრულოს აქეთ კიდე სასკვალო ურთიერთობების მთელი ბუმია აი რაკნას ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მან ეხლა აქ შეცდომები არ დაუშვას ცოტა ისიც მოასწროს ცოტა ესეც მოასწროს ძალიან არა არ გადაიღალოს შეცდომები არ დაუშვას ნუ აი მის მარიფაძე ახლა დამოკიდებული რომ შანსები არის ძალიან ბევრი ძალიან წარმატებული ძველისგანაც ახლისგანაც პირადულშიც და ასევე ასე ვთქვათ საქმეში მაგრამ ნუ ამან არ უნდა გააფუჭოს არსებული ურთიერთობები და სხვა კიდე პარამეტრები რომელშიც იგი არის აი აქ რამდენად შეძლებს ოქროს შუალედის პოვნას მitmetად იქნება ბედნიერი და წარმატებული საოცარია ხო კვირის ბოლოს უნდა მოვიკითხოთ ჩვენ მშვილდოსნები როგორ გაიარეს ეს კვირი დავარი არ მოვა დღეს გავამზადებთ ეხლა რა შეეხება უკვე ისეთ ნიშანს როგორც არის თხისკა თხისკაზე საერთოდ ძალიან ცუდად მოქმედებს აი ეს ცეცხლოვანი ენერგია ვერძისა ცოტა უჭირთ ვერძებთან მეთორტიათობა ამიტომ ზედმეტად აღგზნებულია მოდი ასე ვთქვათ ხო ამიტომ ზედმეტად ემოციურია ამ პერიოდში მაგრამ ენერგოტონუსი თან დაბალი აქვს შესაბამისად ესე იგი მე ვთხოვ რომ თან უნდა დაისვენოს აღადგინოს ენერგია მაგრამ თან ექნება უამრავი ისეთი საქმე რომელსაც მაგალითად სულაც არ აპირებდა ეს არის ძირითადად საყოფაცხოვრებო საკითხები მაგალითად სანტექნიკა გაფუჭდა ელექტროტექნიკა გაფუჭდა ამას წავა შესაბამისი ფული დრო ენერგია და შემდგომ ამის მოგვარება ამის გარდა შეიძლება სახში სარემონტო საქმიანობის წინაშე დადგეს ან მოიწყოს ლამაზად თავისი დიზაინი ბუდე მაგრამ ეს ისევ ხვარჩთან იქნება დაკავშირებული ხო დამშვენ რამოდროულად არ გააფუჭოს თავისი ზედმეტი პირდაპირობით და სიხისტით და სიჯუტით ურთიერთობა ნაცავებთან და რა ნაცავრი კავშირების ერთიანობა ძალიან ბევრად განაპირობებს მის შინაგან მდგრადობას იმიტომ რომ თუ არ აკონტროლა ემოცია მეორე შინაგანი ვერძული ცეცხლოვანი ენერგიების გაღიზიანება მასში შეიძლება გახდეს კონფლიქტის საბაბი მით უმეტეს თუ ის მამაკაცია და აღიზიანებს ქალბატონი რომელიმე და ქალბატონი ახლა ძალიან გაღიზიანებულები არიან აქ თუ ვერ მოითმინა შეიძლება ძალიან სერიოზული ურთიერთობები გაუწყდეს და იყოს ამ ხრივ ყურადღებით ეს სანტექნიკზე გამახსენდა ყველაზე კარგი სანტექნიკოსი რომელი ნიშანია სანტექნიკაში გენიალურია ჩემო კარგო როგორც ტყუპები ასევე მერწყული ესენი ტექნიკასთან არიან საერთოდ ძალიან ახლო და ხელი აქვთ ოქროს მით უმეტეს ან შეიძლება იყოს სხვა ადამიანიც აი მთავარია პლანეტა მარსი საქმიანობის მართველი პლანეტა იყოს ტყუპებში ან მერწყულში შეიძლება იყოს ამ დროს თხისკა მაგრამ იქ თუ არის მარსი ძალიან კარგია ისედაც კარგი სანტექნიკოსი არის დეფიციტი და იქ თუ დავიწყეთ რომ მარსი სადღაც სანტექნიკოს და პირადი რუკი შედგენა ხო წარმომიდგენია მერწყული მარსის გარეშე მერწყულები ხავარია მზე მაინც ვიცოდეთ პირადი რუკა აუცილებლად არა ნუ ახლა ჩვენ ყველა ქალაქი პატარა ჩვენ ყველა კარგად იცის ვინ არის კარგი და ვინ არის ცუდი რა არის არიშნებო უკვე ეს აპრობირებული აბარა ეხლა მოდი ამუშოთ უკვე მერწყულს სხვა გასაჭირია აქ პირველ რიგში ძალიან ენერგიული, აქტიურია, ქარიზმატულია, წარმატებულია, კომუნიკაბელური, მაგრამ ფესდება ის რაც აქვს. სიახლეების დროა. მას უნდა რაღაც ახალი. იგივე ურთიერთობა, მეგობრული წე ყველაფერი კარგი აქვს, მოუპილია, მაგრამ აღარ აწყობს. მობეზდა ეს ყველაფერი უნდა ახალი. ახალი უფრო მაღალი დონის ურთიერთობები, ახალი შეხვედრები, ახალი ნაცნობობა, რაღაც უფრო მაღალი დონის კოლეგები, მაღალი დონის დაუშვათ მეგობრები და ამ შემდგომ. აი მთავარი აქ ახლა ისე არ მოიქცეს, რომ ესეც არ გაანაწყენოს. ეს ძველი მეგობრები პარტნიორები და ახლებიც თუ შემოვლენ ისე რომ ამათ შორის ჯაჭვი არ გაწყდეს და სერიოზული პრობლემები არ შექმნას და აი თუ ამას მოაგვარებს მაშინ იქნება ძალიან წარმატებული თუ არა და ერთი მეორეს დაუპირისპირდა ამას შეიძლება ცოტა დაძაბოს თლიანობაში საკმაოდ კარგი პერიოდი თევზების ენერგოტონუსი საკმაოდ დაბალია მაგრამ მოხდება ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. აქაც ექნება ფინანსური ხარჯი. მათ შორის შეიძლება იყოს დაუშვათ ჯარიმების გადახდის აუცილებლობა, იგივე დაუშვათ ვალების დაბრუნების აუცილებლობა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ ზედმეტ კაპიტალდამონებებს ინვესტიციას ადგილი არ ჰქონდეს. თუმცა ის რომ შეუძლია მეტნაკლებად შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობა ეს არის. სამაგრო შემოქმედებითი კუთხით პერიოდი კარგია, მაგრამ თან ცოტა გამოაძინოს საკუთარი თავი და დაასვენოს. კეთილი, ესე იგი საქმეებს უნდა შეეშვას თევზები და ლექსების წერას მიეწალოს, როგორც მივხვდი. და ახლა გადაცანები იქნება, ნუ კუროს უდა ისვენებს, თლათ უკეთესი, მაგრამ ხლის ნიშნებსაც ვაძინებთ. აი ერთადერთი მშვილდოსანი.
ამ კვირა შულდოსანი ბატონო მიხეილ თავისებურად არა ამ ნიშნებს უბრალოდ გადასაწყვეტ იმდენად ბევრი კარგი შანსები აქვს რომ უნდა გადაწყვიტონ სწორად დილემები დილგამოწვევები გექნებათ და უნდა გავუმკლავდეთ მადლობა ყურადღებისთვის ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია ამ ფორმატში ჩვენ ერთმანეთს მომდევნო ორ შაბათს შევხვდებით